ჩვენ ყველაფერს ვიცით, სახარებას დაგეთხოვნა დღესაც მოვისმინეთ და მოვისმინეთ პეტრე მოციქულის გახსენება ამ დღისა, როდესაც თაბორის მთაზე მათ იხილეს ნათელი ქრისტესი. დიდებით გაბრწყინებული უფალი და დიდი საიდუმლოა, როდესაც მათ ხოვარმა უთხრა, რომ ამის შესახებ ნურავი შეტყვით, სანამ არ განდიდება დე კაცისა დეთ აღდგომითო. იმიტომ რომ დაუჯერებელი რამე სიტყვენ. და უკვე აღდგომის ძალით და მადლით გასაუთრად ის მათ სიტყვა, როცა პეტრე მოციქული იხსენებს, უკვე დასრულდება წინვე აღდგომით. ანუ რატომ იყო მაშინ საჭირო, რატო უფალმა გამოუცხადა თავის დიდება ამ სამ მოწაფეს და არა ყველას, საერთოდ იყო საჭირო თუ არა ეს. მაცხოვარი ჩვენ გვამზადებს მარჯვნივ ცხოვრებისათვის. საცხონებლად. რა ცხონება თავის დევთაურულ ლოცვაში მაცხოვარი ცენოსერობის შემდეგ იტყვის არ სიტყვას, რომ რათა მიცემა ცხოვრებას საუკუნა, რა არის ეს ცხოვრებას საუკუნა, რათა იცოდნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, მანც მოვლინა იესო ქრისტე. აი თურმე ეს არის გზა და საშუალება ცხონებისა. რა თქვენ რათა იცოდენო, შეიმეცნო ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და როცა მოვლინა იესო ქრისტე. ანუ ღვთის შემეცნების გარეშე შეუძლებელია ცხონება. და რა შეიძლება არ თქვარ ვიხილავს მოციქულებო ნახეს, კიდევ რაღაცა ნახო ჩვენ არ ვიცხოს. შემეცნება ღვთისა შესაძლებელია კაცსათვის რწმენით და სიყვარულით და ქრისტეს მიერ ცხოვრებით, ზნეობრივ, ცნებების ცხოვრებით, შეახშულებით. რითი? ვისაც უფალმა შეხვდა კაცი. ხატებისა და მსგავსებისა მებრ. ანუ ღვთის მსგავსებას ამდენ ჩვენ ვახცევთ, იმდენად ვიმეცეთ ღმერთს. თუ ვინდა თუ არ ვიციო, ესე იგი შენ არ ცხოვრობ ქრისტიანულად. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ შენ დიდად ცხოვრე და ვერ შეიცნო ქრისტე. როგორ? მისი სიტყვით. ქადაგებით. და მოციქულთა ქადაგებით განმარტებით მის სიტყვებისა. და არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. და არა მარტო საქმითაც, არამედ სულიერი მოღვაწეობითაც. ლოცვითა. და უფალმა აიყვანა ეს სამი მოწაფე თაბორის მთაზე, რომ ასწავლოს განმარტოებით ლოცვა, განრიდებით ამ სოფლისაგან, სულიერ სიმაღლეზე უნდა ახვიდე და რაც შენთვის სასარგებლოა, სასიკეთო, აი მწოდნიდან ის მოგეცემა ღვთის მიერ. შენით არა. აი რო ავიდნენ თარზე კი ავიდნენ, აბა დაიღალნენ. მათქო ცალკე დადგა. დაგვრებსა ცოტა, შენ წამოწე კიდევაც. არ ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. და ისე გაბრწყინებული ესო. უფალმა დაანახა მათ დიდება, რომელიც დაფარულია ამ სოფლისათვის. ანუ ღვთის გარეშე მისი შემეცნება შეუძლებელია. აი ხშირად ვამბობ ჩვენ რომ ქართულ ენაში აუცარ კარგად არის ნათქვამი. ვამბობ ღვთის მეტყველება. მაგრამ მეტყველება ორნაირი არის. ან შენის მეტყველებ, ან მოგეცეთ ცოდნა და ღვთის მიერ მეტყველებ. ღვთის შესახებ დღეს უამრავი რაღაცა ვრცელდება ღვთის შესახებ. მაგრამ იმათ ვისაც არ თუ უხილავს, არ შეიმეცნა ღვთის სიტყვა. უბრალოდ ისე მეტყველებენ და
უფალმა გვასწორა რომ ღვთის მიერ უნდა იყოს მეტყველება. უფალმა უნდა გამოგიცხადოს, უფალმა უნდა აგიხსნას. და იხედავთ რას, იხილეს დიდება უფლისა, გაუგდნენ და გასაუბრეთ პეტრე. მიუგო პეტრე და უთხრა იესოს, უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს გავაკეთოთ 3 ტალავარიო, ერთი შენთვის, ერთი მოსესის, ერთი ილიასთვისო. რა ითხოვა პეტრე? ცუდი რამე? არა, ვიყოთ აქ, არ გვინდა სოფელს თავი დავანებოთ. იქ დასიკდეთ შენ მოწაფებით იყონ იქო, ჩვენ აქ ვიყოთ კარგად. ანუ ჩვენ კარგად ვიყოთ, მე კარგად ვიყო. და უფალი ამისთვის მოვიდა, მაგრამ უფალი ყველასათვის მოვიდა. ამიტომ ნუ ეძებ შენ განცხრომით ყოფნას, კომფორტულად ყოფნას, არა. და შესაბამისად ეს დამოკიდებულება ვერც მიხვდა. კი დაინახა რომ მოსე და ილია მეტყველებით და იმ წინდაწერიდან რაც როგორც აღწერილი მათი გარეგანობა იმით მიხვდა რომ ისინი არიან, მაგრამ როგორ ვერ მიხვდა უფალი დგას როგორც უფალი და ისინი თავდახრილები მას ესაუბრებიან გვერდი გვერდ. ვინ არის უპირატესი? ქრისტე. ხო ცხადია, მაგრამ მოციქულმა თავის ამ შვინიერი ასე განწყობით თქვა რომ სამივე ერთად იყონო და გაიგივა, გაათანაბრა უფალი და მისი წინასწარმეტყველები. ამიტომაც იყო მერე ხმა ზეციდან. ხო? რუბელი და მოვიდა ისე და ხმა იყო ზეციდან. რა შეუბნება? ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნო ჩემთვის. მაგის ისმინეთო. ანუ შეცდა ხო პეტრე რომ გაიგივა, გაათანაბრა? არა. აი შემეცნება ღვთისა აქ ხდება. განმარტოებით თორსა თარზე ავიდნენ, განიშნდა ამ სოფელს, მაგრამ შენი შვინიერი დამოკიდებულება შენ ხომ მოყვება, იმას ვერ გაექცევი. ესე იგი გმართებს კიდე ღვთისაგან მიღება მადლისა და ცოდნისა, რომ ნამდვილად სულეთ ამაღლდე და ღირსი გახდე სასופველისა. აი ამას გეუბნება ეს დღესასწაული. ფერი იცვალა ქრისტემ? ფერი იცვალა, მოწაფეებმა იცვალეს ფერი. მოწობა მიიღეს ეციდან, თუმცა იორდანეზე უკვე ხმა იყო ერთხელ. ესა დე ჩემი საყვარელი, ისა და დავიცლათ ერთმა. კიდევ ერთხელ გაუმეორა. და უფალმა ამისთვის მოიყვანა ისინი, რომ გამორჩეულია 3 მოციქული. რათვისებით გამორჩეულია? ნუ პეტრეს მე უწოდა ფეხა კლდე. ამას კლდეს ასე დაგვაშენო. კლდე, რაში დგომას? კი არა, იურიდიული მართლობა რომლის თავსო აქვს, არა. კლდე რწმენის სიმტკიცეზეა. ამ კლდეზე და ეკლესიაო. ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ამდენად პეტრე გამოსცა სარწმუნოებას. იაკობი, ძმა იოანეს, ღვთისმეტყველისა, პირველი ეწამა მოციქულთა შორის. ეწამა სასროებით მომოცხონებისა, უფალთან ერთობისა და სოფლის შესვლისა. მეტუმის სასროებას წარმოაჩენს. და იოანე არის მოციქულის სიყვარულისა, როგორც ჩვენ ვიცით. ესე იგი ეს 3 სათნოების გაუმხატველი, რომელზეც მოციქული წერს, რომ ეს 3 სათნოება არის, რომ სათნოება, სასროება და სიყვარული. და მეტია მას შორის სიყვარული. ანუ აი უნდა შეიძინო ეს თვისებები შენ ადამიანმა, რწმენა განამტკიცე. სასროებით იყავი უფლის მეოთხე მოსვლისა იმედით. დამჟღავნითი და სიყვარულით მოსლამდე, ამიტომ მარად იყო როგორც მოციქული ამბობს, რომ წმენაც დასრულდება, როცა განცხადდება ყველაფერი. სასროები დასრულდება, როცა დასრულდება ეს ქვეყანა, უკვე შეხოთ სასופელში და სიყვარული არასოდეს არ დასრულდებაო. აი ამას გასწავლი შენ უფალი, ზოგადად ამ თაბორის თასზე. თავის მოწაფეებს, მაგრამ ეუბნება ამ ხილვის შესახებ რა თქვათ არაფერი, იმიტომ რომ მომზადებელი ადამიანი ვერ გაიგებს. რა დღეს ზღაპრებს ხვებითო? რაღაც მოგეჩვენათო?
ან იტყუებითო, ან კიდე რაღაცა სხვა და რატო? იმიტომ ძიმეა ამ სოფელში ცხოვრება, შენი ვნებები, ცოდვებით, შვინიერი წარმოდგენებით, სურვილებით, რომ ამაღლდი აი იმ სიმაღლეზე, რომელსაც უფალმა აიყვანა მოწაფეები და აი მას ჩვენ დღესასწაულთ რომ გახსოვდეს ჩვენ შინაარსი და მნიშვნელობა ამ დღესასწაულისა, რომ ეკლესია ელოდება თავის შვილების ფერისვალებას, ამაღლებას სარწმუნოებით, სასწაულებით და სიყვარულით, ამაღლებას რწმენით განცხადებული უფლისა და პეტრე მოწმეც ამას ამბობს თავის ეპისტოლეში, რომ და ვეცდები, რათა ჩემი გაშლის შემდეგაც პეტრე უკვე იცის გამოცხადებით, რომ მოახლოებით ჟამი ამ ქვეყნის გაშლისა. არ ეშინია, რატო? სად გავა? უფალთან გავა. თავის საყოველთაო უფალთან წავა. შიში არა აქვს. პირიქით, ამ შვიდებს ეუბნე, რომ ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი სამყოფელი, ანუ სხეული. როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამომიცხადა მე. უფალმა და გამოგიცხადოთ. უფალმა მოგიყვანა ქვეყანაზე, უფალმა წაგიყვანა სამხედროდან. შენით არ გაბედო. დააჩქარო, ან შეეწინააღმდეგო ამას. უფალმა მოგიყვანა, საცხოვნებლად მოგიყვანა. და შემდეგ დაზნეს, რომ რადგან არა გამოგონიო ზღაპრებს აყოლილებმა გაუწეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა. არამედ თითხიულელებმა მისი დიდებულებისა. რადგან მიიღო მან ღვთისაგან პატივი და დიდება, ხმა, რომელიც მოვიდა ასეთი დიდების შვენიერებით დიდებიდან მასზე. ეს არის დე ჩემი საყვარელი სათნო ჩემთვისო. მთელი ცხოვრება პეტრეს ახსოვდა ეს სიტყვა, ახსოვდა დიდებით ხილვა მათ ყოველისა. მაგრამ აღდგომილი ქრისტე იხილა, ამაზე მეტი რა უნდა ყოფილიყო? არა, ის ახსოვდა, რატო? ჩვენთვის ვის ემზადებით რწმენით გასვას ამ სოფლიდან და ვეთ აღდგომას სამსჯავროს ჩვენთვის გეუბნება, რომ გახსოვდეს ეს ძე ღვთისა არის ოლჩობილე და თქვენ გმართეთ მანამდე შეიმოსოთ ნათელი ქრისტესი, რომ გაგარეთ თქვენ მისი სიტყვისამებრ, მისი მოქმედებისამებრ, მისი არსებითი მოქმედებისა და მოუთ ახლა ჩვენ მაშინ დავაშორეთ სიტყვას, რომ და მამები ის განასხავებენ, მაგრამ არ განაშორებენ, არ უპირისპირებენ. ერთი არსება ღვთისა, მისი ბუნება, მეორეა მისი განგებით გამოვლენილი ძალები, ენერგიები და ეს ერთობა არსებითი ბუნებისა, ღვთისა და მისი მოქმედებისა ერთი არის და საჭიროებს და მიხედვით ცხადდება ადამიანის ცხოვრებაში, თუ ადამიანი მიხვდება ამას, თუ გაუმხიზდება და აი პეტრე ჩათვალე რომ ეს კარგად ავართო, არ გვინდა დასვლა, უფალთა არა. ესე დე ჩემი საყვარელი. და უნდა ჩავიდეთო და მელოდება მეს იერუსალიმში, რომ შემიპყრობენ, დამტანჯავენ, წარმატებით გადასცემენ სამჯაროზე, მომკლავენ და აღდგებენ მესამე დღესა. აი ეს გვირგვინი, აი ამ სასწაულისა, ეს გვახსოვთ ყოველთვის. რომ ჩვენი ფერისვალება ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტ რწმენით და სიყვარულით ცხადდება და ვლინდება. აი ეს ფერისვალება ჩვენ ცხოვრების მანძილზე ჩვენში უნდა ხდებოდეს. ღვთის სიტყვის აღსრულებით, მისი მსებების დაცვით და მაშინ ვიტყვით, რომ სული ცხოვრების საფეხურს უფალი გვისახავს და მოწაფეებს. 9 ნეტარება ყველა მისით ეპირად. პირველი რომელია? გლახაკნის სულითა. ან ადამიანი მორწმუნე, რომ თავის თავს არ კი არ ენდობა, მათ უფალს. თორე გლახაკი მას სიმდიდრე არ აქვს, მოწყალებას ელოდება. ჩვენს ღვთისაგან წყალობას და შეწევნას ვითხოვთ და ვევედრებით. და მეორე საფეხური არა,
ნეტარი გლოვიარენ გულითაო. ის გლოვ ჩვენ ცოდვებს. კი რაღაც ამ ქვეყანაში რაღაცა წარმატებულად ხდება, მაგრამ თავარი არის რომ ჩვენ უფალმა ცოდვე მიგიტევოს, გავწვიდოს და შეგვიტანოს ჩვენ. ამიტომ აი ეს საფეხურები უნდა გაიაროს ადამიანმა თავის სოლიაზე და მიახლოს უფალს და ბოლოს გვირგვინი არის ნეტარი თქვენ გდევნია ყვედნა ხან ყოველ სიტყვას ბორდი თქვენ და მოციცუით ჩემთისო. ანუ სიცუით ქრისტეს რომ ათასნაირი მწვალებლები ცდილობენ შეცვალონ ღვთის გამოცხადება ქვეყანაზე თავისი მშვენიერი წარმოდგენებით რომ ადამიანმა არ იღვაწოს საცხონებლად და თვითყაყოფილებაში იყოს და ეგონოს რომ მან უკვე მიაღწია სასופველს რომ ჯერ კიდევ ცოდები ვერ გამოსული. ამიტომ ხნით იყავით და გაძლიერდით, გიხაროდეთ და ნათელი ქრისტე გაგანათეთ თქვენ ყოველთა დღეთა ხოვშე თქვენისათა. და რათა ადიდეთ უფალსა, მამასა და ძესა და სულთა წმინდასა. ამენ.